მაგიდის შოგბურთამდე დავდიოდი ძალიან ბევრ სპორტზე, მაგრამ კონკრეტულად მაგიდის შოგბურთის თამაში იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბულვარში იდგა ამ მაგიდის შოგბურთის მაგიდები და მეც მივედი ვითამაშე და ამან გამოიწვია ჩემი დაინტერესება ზოგადად მაგიდის შოგბურთში. 12 წლის ვიყავი, როდესაც მაგიდის შოგბურთის თამაში დავიწყე. ჩემი პირველი ტურნირი იყო თბილისის ჩემპიონატი. მაშინ კარგად არ ვიცოდი თამაში, თუმცა დავეკავე მეორე ადგილი და ძალიან გახარებული ვიყავი, რადგან ჩემი პირველი медаლი იყო. ეს медаლიც ძალიან მომეწონდა, თვითონ სპორტიც ძალიან მომწონდა და უკვე ძალიან შემიყვარდა და ეხლა მინდოდა პირველი ადგილის медаლის აღება. პირველი ადგილის медаლი ავიღე შემდეგ წელს, ისევ თბილისის ჩემპიონატზე და ამ ტურნირის შემდეგ ნელ-ნელა დავიწყე წარმატების მიღწევა მაგიდის შოგბურთში გავხდი შემდეგ დიდების თბილისის ჩემპიონატზე ჩემპიონი, შემდეგ უკვე საქართველოს ჩემპიონი გავხდი და მოვიგე საქართველოს შიდა ტურნირები. ალბათ ერთ-ერთი უპირატესობა რაც თამაში მაქვს, რომ ვარ მებრძოლი და მებრძოლი ხასიათი მაქვს და ადვილად არ ვნებდები. რაც არ უნდა მოწინააღმდეგეს ერთი ქულა ქონდეს დარჩენილი, მაინც ბოლომდე ვბრძოლობ, რადგან თამაში არ არის დასრულებული და არის რაღაც შანსი რომ მოვიგო. როდესაც არის რთული მომენტი თამაშში, ვცდილობ რომ მოვბილისდე, კონცენტრაცია მოვახდინო, ზოგჯერ ცოტა პაუზას ვაკეთებ ხოლმე, რომ ჩემი თავი მომამზადო ფსიქოლოგიურად, არად ვიყო, არ შემეშინდეს და ყველნაირად ვეცადო, რომ აი მთელი კონცენტრაცია მოვახდინო ამ ბურთზე და ყველნაირად მზად ვიყო, აი რა წამოვა, როგორ ავიღო, აი ამას ვალაგებ ხოლმე ამ პაუზის დროს. თავიდან რომ გადავწყვეტე პროფესიონალურად სწავლა, მარტო მე ვიყავი გუნდში გოგო, შესაბამისად პატარაც ვიყავ ყველაზე. და ბიჭებთან მიწავდა თამაში და ამან ძალიან შემიწყო ხელი უკვე შემდეგ წლებში დიდებთან რომ თამაშობდი, უფრო თავისუფლად ვთამაშობდი და უფრო მოტივირებული ვიყავი. ჩემი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო ხორვატიაში, ევროპის ჩემპიონატი. მაშინ ერთი წელი ვთამაშობდი მარტო მაგიდის შოგბურთს, შესაბამისად კარგად არ ვიცოდი თამაში, თუმცა მაინც გადაწყდა ჩემი წაყვანა. მაშინ მქონდა ესეთი არჩევანი გასაკეთებელი, რომ ან წავიდოდი, ან არა, რადგან პირველი შემთხვევა იყო, რომ მშობლების გარეშე უნდა წავსულიყავი, შესაბამისად თან პატარა რომ ვიყავი, ძალიან დაძაბული ვიყავი. თან ევროპის ჩემპიონატზე რო გადიხარ, მაშინ არ ვიცოდი ეს ყველაფერი როგორ იქნებოდა და რაღაც და ამ ტურნირზე რო გავედი, თვითონ იქ მაინც დაძაბული ვიყავი, რადგან ჩემი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო. თუმცა აი მაშინ მახსოვს ჩემი ხასიათი, რომ აი როგორ მონდომებით ვთამაშობდი, რომ შედეგი დამედო და ყველა ჩემი პარტია მახსოვს. ანუ მაშინ კარგად ვერ ვთამაშეთ, რადგან არა მარტო ჩემთვის, არამედ სხვა მოთამაშეებისთვისაც, ანუ ჩემი გუნდისთვის პირველი ევროპის ჩემპიონატი იყო. შესაბამისად წავაგეთ მაშინ, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ, როგორც ფსიქოლოგიურადაც და ასევე თამაშითაც და ყველა ჩვენთაგანმა ძალიან მოვუმატეთ ამ ტურნირის შემდეგ და ეს ემოციები მე არასდროს არ დამავიწყდება. ჩემი ხასიათი თუნდაც ჩემი თამაში, გარემო და ეს ყველაფერი. ჩემი პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო ბულგარეთში. პირველად შევხვდი სხვა ქვეყნის წარმომადგენელ მოთამაშეებს. ამ ტურნირზე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, მაგრამ ჩემი თამაშით შევძელი მესამე და მეორე ადგილის მედლის დაკავება. 19 წლამდელებში ავიღე მეორე ადგილი და ჩემ ხელებში ავიღე მესამე ადგილი. პირველი მედლები იყო ჩემი საერთაშორისო ტურნირზე მოპოვებული და ამ ტურნირზეც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და ნელ-ნელა უკვე დავიწყე უკეთესი შედეგის დადება საერთაშორისო ტურნირებზე. ოჯახთან ერთად, როდესაც თამაშობ, უფრო მოტივირებული ვარ, რადგან ძალიან გულშემატკივრობს დედაც, მამაც, ძმაც და მამა, როგორც ვთქვი, არის ჩემი მწვრთნელი. და მასთან ერთად როდესაც ვთამაშობ, ვარ ძალიან თავდაჯერებული, რადგან მოვიგებ, წავაგებ, ამას არ აქვს მნიშვნელობა, სულ მას უდევს მოტივაციას, რომ შემდეგი ტურნირი უკეთესად ვითამაშო. თუ წავაგებ,
ამ ჩემს შეცდომებს რა დაუშვი თამაში კარგად ხედავს და შემდეგ რჩევებს მაძლევს და ამ ჩემი შეცდომები რაც დაუშვი ამ ტურნირზე ვემზადები ხოლმე რომ შემდეგ ტურნირზე გამოვასწორო და ბევრად კარგად ვითამაშო. ჩემი ძმაც სულგულშემატკივრობს, დედაც და სანათესავად ზოგადად და ძალიან მიხარია ჩემი წარმატება. ვფიქრობ რომ ჩემს ძალიან კარგი მომავალი აქვს, რადგან ფიზიკურადაც ძალიან ძლიერი არის ესე რომ ვთქვა, ჩემზე ძლიერიც არის. და თამაშითაც ძალიან ჭკვიანურად თამაშობს და მონდომებულიც არის და ვფიქრობ რომ კარგი მომავალი ექნება მასაც მაგიდის ჩოგბურთში. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დასანანი წაგება და რასაც გამოვარჩევდი ალბათ, ეს არის მსოფლიოს სერიებზე სექტემბერში ამ წელს მეოთხედ ფინალში იყო ანგარიში ყაზახ გოგონასთან 2-2 9-7 მე ვიკებდი 9-7 და ეგ თამაში რა წავაგე ალბათ ძალიან გამწყდა გული, რადგან მესამე ადგილისთვის შემეძლო ჩვეულებრივად ბრძოლა და შეიძლება და ფინალშიც კი გავსულიყავი და ახლა რომ მეთამაშა ვფიქრობ რომ ჩავაგდებდი იმ ერთ ქულას. მაგრამ ლატვიაში უკეთესად ვითამაშე, ის შეცდომა რაც იქ დავუშვი მაგაზე ვიმუშავე, ერთი თვე მაინც ვემზადებოდი რომ იგივე შეცდომა არ დამეშვა და ლატვიაში სწორად ჩავასრულე ეს დავალებები და გავხდი ჩემპიონი. მე ვარ ნახევარმცველი, ჩვენთან არიან მცველები, შემტევები და ნახევარმცველები. მე მაქვს მარჯვენა ვარ შემტევი და მარცხნიდან ხან ვუტევ, ხან დაცვით სტილს ვთამაშობ. და ეს დაცვითი სტილი მეხმარება მოგებაში, რადგან ძალიან ბევრს უჭირს ასეთ სტილთან თამაში. დავთვლი რომ სამუშაო მაქვს ჩაწოდებებზე და აუცილებლად გამოვასწორებ. ამჟამად ჩემი მიზანი არის რომ მსოფლიოს 50 მოთამაშეს შორის შევიდე, რომ საშუალება მქონდეს ვიასპარეზო ახალგაზრდული ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე, თუმცა ჩემი მოცნება არის, რომ გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი. მონდომება არის და დროის ბალანსი. რადგან ვცდილობ, რომ სწავლასაც დავუთმო დრო და მაგიდის შოგბურთსაც. მაგიდის შოგბურთში ვარჯიშობ 2 საათი დღეში, თუმცა ტურნირების წინ 4-5 საათი და უფრო გადართული ვარ ტურნირებზე. მაგრამ აი ყოფილა შემთხვევა მაგალითად დავალების გაკეთება, აი სახლში ვბრუნდები 11 საათზე და დავალების გაკეთებას თუ ვასწრებ, შეიძლება დილის 7-ზე 6-ზე გავიღვიძე, რომ მომზადებელი არ მივიდე სკოლაში, რადგან ზოგადად ეს პასუხის გებლობის ხსოვნება მაქვს ხოლმე და ამიტომ ბალანსი გამომდის ჯერჯერობით და იმედი მაქვს სულ გამომივა. ჩემზე რაც იქნება დამოკიდებული, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებ, ბევრს ვიშრომებ, მოვინდომებ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი შრომით აუცილებლად გავალ ოლიმპიადაზე. მაგრამ იმედი მაქვს, რომ ხელშეწყობაც მექნება, ბევრ საერთაშორისო ტურნირზე გასვლები, რომ იმდენი გამოცდილება დავაგროვო, რომ ოლიმპიადაზე წარმატებით ვიასპარეზო.